თარგმანება იმათეს სახარებისაი თავი იქ. სიტყვა ესე და ვითარცა წარვიდა მიერ რაჰა მოვინმე რუხდა მას კაცი ერთი და ხრქუა მოძღვარო სახიერო რაიმე კეთილი ვქმნე რაითა მაქუნდეს ცხოვრება ისაუკუნოი 19, 15, 16 ვიეთნი მეიტყვიან ამის ჭაბუკისათვის ვითარმეთ ზაკუით და გამოცდით მოუხდა იესოს ხოლო მე ვეცხლის მოყვარეთ და საფასეთა სიყვარულისაგან ძლეულად არაფრიდებ წოდებათ რამე თუ ქრისტემანცა ესე ვითარივნება იამხილა მას გარნამ ზაკუარა და გამომცდელად ვერ ვიტყვი რამე თუ არცა ჯერ არს უცნაურთა საქმეთათვის ბრალისა შეხდაი და მარკოსცა განაქარვებს იჭუსა ამას რამე თუ იტყვის ვითარმედ მორბიოდა მისა და მუხლნი დაიდგნა მის წინაშე და ევედრებოდა მას მარკოზი 10:17 და კვალად იტყვის ხოლო იესო მიხედა და შეუყვარდა იგი მარკოზი 10:21 გარნა დიდარს მძლავრება იგივე ცხლის მოყვარებისაი რაღაცა თუ სხვითა სახითა კეთილდა სათნო ვიყვნეთ უკვე თუ იგი გვეუფლოს ყოველსავე განხრყუნის ამისთვის იტყვის პავლე მოციქული ვითარმეთ ძირი ყოველთა ბოროტთა იარს ვეცხლის მოყვარებაი პირველი ტიმოთეს მიმართ 6:10 და მისგან აღმოეცენებიან ურიცხუნიმნებანი ხოლო მორაი უხდა უფალსა და ხრქუა მოძღვარო სახიერო რაი კეთილი ვქნა რაითა მაქუნდეს ცხოვრება ისაუკუნოი რაისათვის ესრეთ მიუგო ქრისტემან ვითარმეთ არავინ არ სახიერ გარნამ ხოლო ღმერთი 4 ესე ესრეთ გულისხმა ყავთ ვინაითგან კაცი იგი ვითარცა კაცსა ლიტონსა მოძღურებითა სავსესა მოუხდა და არა ვითარცა ღმერთსა ამისთვის კაცობრიო ყოფალმან მისა მიმართ სიტყვაი და ამას მრავალგზის იქმს იჩვისაებ მკითხველთა ისა მისცემს პასუხსა ვითარცა იგი ოდესმე იტყო და ჩვენ თაყვანის ვცემთ რომელი ვიცით იოანე 4:22 გონებისაებრ და უძლურებისა დედაკაცისა მის მიუგო და კვალად თქვა უკვე თუ მე ვწამებ თავისა ჩემისათვის წამებაი ჩემი არა არს ჭეშმარიტ იოანე 5:31 და ესე ვითარი მრავალი ჰპო რომელიც ჩვისაებრ მსმენელთა ისა მიუგებდა სიტყვასა ეგრეთვე ამას კაცობრივი იტყვის იჩვისაებრ მისისა ხოლო რაჟამს თქვა თუ არავინ არს სახიერ არა თუ თავითვისი განაყენა სახიერებისაგან ნუ იყოფინ არამედ არავინ არსო სახიერ ესე იგი არს კაცთაგანი არავინ არს სახიერ და ესეცა თუ თქვა არცა თუ კაცნი განაყენა სახიერებისაგან გარნა შემსგავსებულად სახიერებასა ღმრთისასა არავინ არს კაცთაგანი ამისთვის შესწინა გარნამ ხოლო ღმერთიო არა თქვა თუ მამაი ხოლო ჩემი არამედ ხოლო ღმერთი რამე თუ ძეცა ეგრეთვე ღმერთ არს ვითარცა მამაი და განუყოფელ არს მისგან ღმრთებითა სულით წმიდითურთ ვითარცა უკვე ღმრთებითა განუყოფელ არს წმიდაი სამებაი ეგრეთვე სახიერებითა ვინაითგან უკვე აჩვენა ჭაბუკმან მან გულს მოდგინებაი და ცხოვრებისათვის საუკუნო ისა ჰკითხა ამისთვის აღამაღლებს გონებასა მისსა და ასწავებს რაითა ყოვლისავე კაცობრივისა გულის სიტყვისაგან განაშოროს გონებაი თვისი და გულისხმა ყოს ჭეშმარიტი იგი სახიერი წყარო იგი და ძირი ყოველთა კეთილთაი რამე თუ ენება კაცისა მის მეცნიერებად ჭეშმარიტებისა მოყვანებად ამისთვის თესლი იგი კეთილი დასთესა გულსა მისსა რამე თუ იყოცა ქვეყანა იგი მსუქანი და პოხილ გარნა სიმრავლე ეკალთა ითესლსა მას შეაშთობდა ვითარცა თქვა უფალმან სხვასა ადგილსა და იხილე ვითარ განმზადებულიყო იგი მორჩილებად სწავლათა უფლისათა რამე თუ მირბიოდა მისა და მუხლნი დაიდგნა მის წინაშე ევედრებოდა მას და ეტყოდა მოძღვარო სახიერო რაი კეთილი ვქმნე რაითა მაქუნდეს ცხოვრება ისაუკუნოი
უკვე თუმცა გამოცდით ეტყო და სიტყვათა მათ მახარებელსამცა გამოეჩინა და უფალსამცა ემხილა და იგი მცა არა წარსულიყო მწუხარე სიტყვათა მათზე და ვითარცა იგი ფარისეველნი არაოდეს წარვიდოდეს მწუხარედ, არამედ მარადის გამოსცდიდეს და ოდეს პირი დაუღვის. განრისხნიან. გარნა ამან არა ესრეთყო, არამედ წარვიდა მწუხარედ, რომელეს სასწაული არს ვითარმედ არა უკეთურითა გონებითა მოუხდა, არამედ უძლურითა და სუროდა ცხოვრებისა მიმთხვევად. ამისთვის კითხვი და უფალსა, რაითა მიუთხრას საქმე უაღრესი რაიმე მცნებათა მათ სჯულისათა, გარნა შეპყრობილიყო სხვისა ბოროტისა ვნებისაგან. სწახარებაი, ხოლო იესო ჰრქვა მას, უკვე თუ გნებავს ცხოვრებასა შესლა დაიმარხენ მცნებანი, რაითა არა კაცხკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილის წამო, პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა, შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავითვისი. ჰრქვა მას ჭაბუკმანმან, ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაიღა მაკლს მე. ჰრქვა მას იესო, უკვე თუ გნებავს, რაითა სრულიყო, წარვედ და განკიდე მონაგები შენი და მიეცგლა ხაგთა და გაქუნდეს საუნჯიცათა შინა და მოვედ შემომიდეგ მე 19, 17, 21. თარგმანი, იხილეა რაოდენი გვირგვინი უჩვენა მას და რაოდენი კეთილი წინა უყო. და ნებასცა მას მიღებად ნიჭი იგი. ამისთვისცა ვიდრეღა ხუაწლი იგი არა ეთქვა, გვირგვინი უჩვენა მას და ჰრქვა, უკვე თუ გნებავს, რაითა სრულიყო და მერმეღა შესწინა, განკიდე მონაგები შენი და მიეცგლა ხაგთა და მეხსეულად სასყიდელი უჩვენა და გაქუნდეს საუნჯიცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე. და ესე კვალად უზეშთა ესი არს ყოველთა ნიჭთასა, შედგომაი უფლისაი. რამე თუ დატევებისათვის საფასეთა ისა იყო სიტყვა იმისი, ამისთვის თქვა ვითარმედ, გაქუნდეს საუნჯეცათა შინა, რაითა უჩვენოს ვითარმედ არა უცხოხობს სიმდიდრისაგან, არამედ უფრო ისად შესწინებს სიმდიდრესა მისსა და ესოდენ უაღრესსა მისცემს და უმჯობესსა. რაოდენცა უაღრეს არს ქვეყანასა და უხრწნელი იგი და წარუვალი განხრწნადსა მას და წარმავალსა. გარნა საცნაურ არს ვითარმედ არა კმა არს უგულებელს ყოფა ისაფასეთაი, არამედ ჯერ არ შედგომაი ქრისტესი. ესე იგი არს რაითა სხვანიცა მცნებანი მისნი აღვასრულნეთ და მზავიყვნეთ სახელისა მისისათვის და ათხევად სისხლისა და მარადღეს სიკვდილად, ვითარცა თავადი ბრძანებს, რომელსახნებავს შემდგომად ჩემსა მოსვლაი. უარყავ თავითვისი და აღიღენ ჯვარითვისი და შემომიდეგ მე. ლუკა 9:23 რამე თუ ფრიად უმაღლეს არს ესე მცნებაი დატევებასა საფასეთასა. ესე იგი არს შედგომაი უფლისაი აღსრულებითა მცნებათა მისთაითა და დათხევაი სისხლისაი სახელისა მისისათვის და დათმენაი სიკვდილისაი. სახარებაი და ვითარცა ესმა ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამე თუ იყო იგი მდიდარ ფრიად 19:22. თარგმანი, ნამდვილე არასწორად შეჰკრონ მცირედნი საფასენი და მრავალნი გონებასა, არამედ იპოს რაი კაცი ანგახრებისაგან ძლეულ რაოდენცა საფასენი განმრავლდებოდინ, უმტკიცესითა საკროლითა შეიკრვის გული მისი და უმეტესად აღეტკინების ტრფიალება იგივე ცხლის მოყვარებისაი. იხილეთ უკვე აქაცა, ვითარი ძალია ჩვენავნებამან მან, რამე თუ რომელი იგი სიხარულით მოუხდა უფალსა და ეძიებდა ცხოვრებასა საუკუნესა, უბრძანა რაი უფალმან დატევება ისაფასეთაი, ესოდენ შეაჭირვა და დაამძიმა, ვიდრეღა სიტყვის მიგებაცა ვერ უძლო, არამედ დუმილით წარვიდა მწუხარე და ფრიად მჭმუნვარე. ამისთვისცა ისმინეთ უფლისაი. სახარებაი, ხოლო იესო ჰრქვა მოწაფეთათვისთა, ამენ გეტყვით თქვენ, რამე თუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. და მერმე გეტყვით თქვენ, უადვილეს არს მანქანის საბელი განსვლად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ცათასა 19, 23, 24.
თარგმანი არა საფასეთა ზედა დასდევს ბრალობასა, არამედ შეპყრობილთა სიყვარულითა მათითა. ხოლო უკვე თუ მდიდარი ძნიად შევიდეს, ანგახრისათვის რაიმე ვთქვათ? უკვე თუ არამიცემა იგლახაკთა ისაფასეთა თვისთაი დამაყენებელ არ შესვლად სასუფეველსა, მოხვიჭაი სხვათაგან რაოდენ უმეტესად შეკრებს ცეცხლსა თავსაზე და მიმხვიჭელთასა. ხოლო დაღაცა თუ თქვა ვითარმეთ, ძნიად შევიდენ, არამედ მეხსეულად გამოაჩინა სრულიად შეუძლებელი იგავითა მით ნემსისაითა, გარნა შეუძლებელი იგი კაცთაგან ღმრთისა მიერ შესაძლებელ არსს. სწახარებაი, ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა, განუკვირდა ფრიად და იტყოდეს, და ვისხელე წიფების ცხოვრებად. მიხედა იესო და hrქვა მათ, კაცთაგან შეუძლებელ არსს, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არსს 19, 25, 26. თარგმანი გამოაჩინა სახიერმან მან სიტყვითა თვისითა ვითარმე და არა მცირედი განმზადებულ არსს სასყიდელი მდიდართა და უკვე თუ ხოლო შეუძლონ ესე ვითარცა მას ძნელსა საქმესა შინა აღსრულებად მცნებათა ქრისტესთა და დამარხვად სათნოებისა. ამისთვისცა თქვა ვითარმეთ, ღმრთისა მიერ ისე შეწევნისა საქმე არს ესე და მის მიერი მადლი უხვს წარმართებად ამისა. ხოლო მოწაფენი რაისათვის განკვირდეს და შეშფოთნეს. არა თუ მდიდარნი იყვნენ იგინი, არამედ ფრიადიცა სიგლახაკე აქონდა გარნა სხვათა ცხოვრებისათვის შეურვებული იქნეს. რამე თუ ვითარცა მოძღვრად ყოვლისა სოფლისა დადგინებულთა, ფრიადი ზრუნვაი აქონდა ცხოვრებისათვის კაცთა ისა და შეძრწუნდეს, ესმა რაი სიტყვაი ესე. ამისთვის მიხედა მათ იესო. ესე იგი არს ვითარმეთ თვალითა სახიერითა მიხედა და შეძრწუნებულსა მასკულსა მათსა ნუგეშინისცა და მერმეღა სიტყვაი მიუგო ტკბილი და თქვა ვითარმეთ, ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არსს. ხოლო არა თუ ამისთვის თქვა, თუ ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არსს რაითა შენ, კაცო, ვითარცა შეუძლებელისა საქმისაგან, წარიკვეთო სასოებაი კეთილთა წარმართებისაი. არამედ რაითა მოსწრაფე იქნა ძლიერად და ღმერთსა უწოდო შეწევნად შენდა და იღუაწო სათნოებისა მოგებად, რაითა ჰყო ცხოვრებაი საუკუნოი. ხოლო ესე ვითარმე იყოს? გარნა ვითარცაც მოგითხრობ, შეურაცხავ ყოველივე ესე წარმავალი და აცარიელენ საფასენი გლახაკთაზე და განეშორე ბოროტთა გულის თქუმათა, რაითა წარემართო გზასა მას ცხოვრებისასა. სწავლა იგვეცხლის მოყვარებისათვის. ხოლო გნებავს თუ ცნობად ვითარ იქნების შეუძლებელი იგი შესაძლებელ, ისმინე შემდგომი იგი სიტყვაი. რამე თუ ოდეს იგი hrქვა პეტრე, უფალო, აჰა ესე რა ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ, რაიმე იყოს ჩვენთვის, მათე 19:27 მიუთხრა უფალმან განმზადებული იგი მათთვის სასყიდელი და მეხსეულად ესეცა შესწინა, ვითარმეთ, ყოველმან, რომელმან დაუტევოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაი, ანუ დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქვეყანაი სახელისა ჩემისათვის, ასიცილი მოიღოს და ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს. მათე 19:29. აჰა ესე რა გვასწავა, თუ ვითარ იქნების შეუძლებელი იგი შესაძლებელ. თქვას უკვე ვინმე, და ვითარ იყოს ესე დატეობაი ყოვლისაივე, ვითარ განიფრთხოს, რომელი ერთგზის დანთქმულიყოს რფიალებითა საფასეთაითა? ესე ესრეთ იყოს რაითა გულისხმაყოს ამავებაი სოფლისაი და მცირედ ისწრაფოს წარუვალთა მათ მიმართ სრბად. აც უკვე დაღაცა თუ ვერ ძალგიცთ კაცო ერთბამად ყოვლისავე წარმართებად, არამედ ნელიად აღვიდოდე კიბესა მასზეცა დაღმყვანებელსა, განაყენე თავი შენი ფრიადისა მის ანგახრებისაგან და მოხვეჭისა სხვათაგან და მერმე იწყო თვისისაგანცა სხვათა მიცემად. დააცხრა შენ შორის სურვილი ეგე მრავალთა საფასეთაი, რაითა არა იყო მარადის გლახაკ.
რამე თუ მითხარღავ ვინ უმეტესად იგუემების, რომელსა სუროდის ფრიადისე ჭამისა და სუმისათვის და არა აქუნდეს, ანუ რომელსა ყოვლადვე არა უნდეს ჭამაი და სუმაი. საცნაურ არს ვითარმედ იგი რომელსა აქუნდეს სურვილი და არა მიემთხვეოდის გულის თქუმასათვისა უმეტესად იგუემების. ამისთვისცა გეჰენიაი ამით წესითა გამოგვისახა ქრისტემან, რამე თუ იტყვის მდიდრისა მისთვის ვითარმედ, სწადოდა წვეთისა ერთისა წყლისა პოვნად და არა ეპოებოდა ცეცხლსა მასშინა. ეგრეთვე რომელმან უგულებელს კვნეს საფასენი და უყენებიეს გულის თქუმა იგი, ხოლო რომელსა სუროდის სიმდიდრისათვის თმარადის ნაკლულევან არს, დაღაცა თუ ბევრი შანთი მოიგოს, უმეტესისა სურვილ არს და სწადინ, თუმცა მთანი და ბორცვუნი ოქრო და ვეცხლე ქმნეს. ჰოი ამაო იგი სიბორგილე. ხოლო შენ, ძმაო, ესე ვითარი ბოროტი საფასეთა სიყვარული განაგდე შენგან და მოიგე სურვილი საუკუნეთა მათ და წარუვალთა საუნჯეთა ისა და იგი შრომაი მცირედი გვიხოს მოგებად და სარგებელი მიუთხრობელი არს მომგებელთა მისთაი. მათ საუნჯეთა სურვილი რაი მოიგო, ადვილად აღგიჩნდეს წარმავალთა მათ და მავნებელთა მონაგებთა შეურაცხყოფაი და ყოვლისავე განგნევაი და შედგომაი ქრისტესი, რაითა ღირს იქნე ცხოვრებასა მას საუკუნესა. გულისხმოყვენ ბოროტნი იგივე ცხლის მოყვარებისანი, რამე თუ პირველ მერმისა მის გეჰენიისა აქავე ბოროტად დამსჯელ არს სულისა. ამან სახლნი მრავალნი დაარღვინა, ამან ბრძოლანი ბოროტნი აღადგინა, ესე აზნაურებასა მას სულისასა მონათა ყოფს, ახოვანთა მოშიშად გარდა აქცევს, ასწავებს ტყუილსა ფიცსა, ცილის წამებასა, მტაცებლობასა, ანგახრებასა და სხვასა ყოველსავე ძვირსა. რამე თუ ნამდვილად ძირი არს იგი ყოველთავე ბოროტთაი. გულისხმა ყავ უკვე, კაცო, ვითარ დააბნელებს იგი სულსა შენსა, ვითარ ოხერ და წარწმედულ ყოფს. და ამის ყოვლისა შემდგომად მოვალს სიკვდილი და ბოროტად შენ მიერ შეკრებულთა მათ საფასეთა ხელად მტერთა შენთა მიიღებს, ხოლო შენ წარგიყვანებს ცარიელსა მის ყოვლისაგან. არ არა იგაქუნ შენთანა, გარნა ხოლო წყლულებანი იგი, რომელნი საფასეთა მათგან შეემთხვინეს სულსა შენსა, რამე თუ სიმრავლე სიმდიდრისაი და შვენიერებაი სამოსელთაი და დიდებაი სოფლისაი დიდად მოსწყვლენ სულსა და მრავლითა ბოროტითა აღავსებენ მას. ხოლო შენ გულისხმა ყავ პეტრე და პავლე, გულისხმა ყავ იოანე და ელია, უფრო ისხა გულისხმა ყავ ქრისტე, წეღმრთისაი, რომელსა არა აქუნდა სცადამცა თავი მიიდრიგა. მას ხბა ძევდი და მონათა მათ მისთა, რომელთა არა სიმდიდრითა, არამედ სიგლახაკითა და ჭირვეულობითა აღასრულეს ცხოვრებაი ესე და მოიგეს ჭეშმარიტი სიმდიდრე. და ყოველსავეზე და სიტყვაი უფლისაი ყურად იღე, რომელსა იტყვის ვითარმედ, ძნიად შევიდენ მდიდარნი სასუფეველსა ცათასა, და ამას სიტყვასა წინა აუდგინე მთანი და ბორცვუნი, ქვეყანაი და ზღვაი და თქუ ვითარმცა ყოველივე იგი ოქრო იყო. და ყოველივე მცა ხელმწიფებასა შინა შენსა იყო და ყოვლისავე სოფლისა და ყოველთავე კაცთა მეუფებდიმცა, კიდითგან ქვეყანისაით ვიდრე კიდედმდე მისა, და შემოდიოდა მცა შენ და ოქროი, ვითარცა წყალი. შეესწორებისა ამის ყოვლისა უფლებაი გამოურდო მასა სასუფეველისაგან. ნუ იყოფინ. არცა თუ ბევრეულნი სოფელნი, ამის ყოვლისა სოფლისა სწორნი, მოეცნენ ვის შეესწორების მათ ყოველთა შეძინება ისხვევასა მას სასუფეველისასა. ვინაიდან უკვე ესე ესრეთ არს რაიმე ვთქვათ ჩვენ, რომელნი მცირედისა და არარაისა მონაგებისათვის და საფასეთათვის ცუდთა და უნდოთა, ანუ სხვისა რაისმე წუთერთისა გულის თქუმისათვის გამოვარდებით სასუფეველისაგან ცათაისა. ამისთვის გარეშენიცა ფილოსოფოსნი დედაქალაქად ბოროტთა იტყოდეს ვეცხლის მოყვარებასა, ხოლო ნეტარმან პავლე უმეტესად შემსგავსებული სახელი მოიპოვა და ძირად ყოველთა ბოროტთა პირველი ტიმოთეს მიმართ 6:10 უწოდა მას. აც უკვე, ძმანო, ესე ყოველი ვისწაოთ და ნუ მათ ვბაძავთ, რომელთა ბაძვაი უჯერო არს, მონაგებთა ფრიადთა და ტაძართა შვენიერთა და სიმდიდრე სამრავალსა,
არამედ მათ ვბაძვიდეთ, რომელთა აქვს პირველისა მიმართ კადნიერება ფრიადი და მოქალაქობა მათი არს ცათაშინა და საუნჯენი მათნი უნდა მარხულარიან, ესე არიან ქრისტესთვის გლახაკნი და ჭეშმარიტისა მის სიმდიდრისა მეძიებელნი. რაითა მათ თანაცა მივემთხვინეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყვარეებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.